გამარჯობა შორენა. გამარჯობა შორენა. მოვედით, რაღა შორენა, კაცო, ყველას გამარჯობა, უბრალოდ შორენას ვიცი რომ ნერვოზი აქვს პირსაწმენდის დანახვაზე. ვინმე რა კარგია. რა ფერ ხართ? როგორ ხართ? ერთდროულად მოველით მე და ნინო სახლში. მე სამსახურიდან, ნინო მუზეუმიდან. იქ ჩემი ქვევიყრია? შავი არის ერთი და ორი მწვანე. ვაიმე რა კარგი იყო. გამოვწურე, მე არ ვიცი, მე მგონი ერთი ცალი მსგავსი უნდა მქონდეს და ეივონზე დავავალე ისა. ცოტა ბანკისა დიდი. მამასა დაადეხვარც. უკან არიან მანუ და მამა. ერთი დღე გაკაჩავს, საღამომდე გაკაჩავს კიდე. ესე უფრო კარგად შეეზილება სახეთას და ლაც. აჰა. ხო, შორენა, თმები გამშრალი მაქვს, უბრალოდ ისა ცივა. და მიკეთია. ცივა. პირსაწმენდი დამივარ და სუფთა პირსაწმენდი შევიტანი აიმ და თვები გავიწმიდე, უნდა ამოსულიყავ მეთქი აქ დავკიდე მე და ჩამივარ და წუმპეში. ხო და შევაკეთე გასარიცხებში ხარ რაღაცეები და ესე იგი, ამაზე იმდენი კრახმალი გამიკეთებია, ძლივს მოვდრიკია ეს აი ისეთი ხმელია და იყვარს და იყოს შაშორდა ვითომ. ანუ ეს ამაზე რა თეთრზე. ეს ნახეთ რა დახაც. გაშტები. ლამაზმანი. 1 საათია დაახლოებით რაც სახში ვარ, 5-იც არ იყო რა, 6:30-ია და 5-იც არ იყო, ისე მოვედი და სანამ ფეხსაცმელები, სანამ რაღაცა და ფეთში ავათე მე არ მინდოდა სიცივეში ბანო. ეხლა რომ შემოველი, ყავა დავდგი. დავჯექი და ეხლა ამ ქალბატონს მოვუსმინო დღეს სად იყო, რა ქნა, როგორ ქნა, რა ქნეს და ასე შემდეგ. იქიდან რომ მოვდივართ ხოლმე სამსახურიდან გადამოველით აქეთ ხარეს, რომ სადაც მარტყოფის მარშრუტკამ და გამოიაროს ფეხით ამოველთ ლოჭინის ხიდთან. ხო და დიდი შანსია ხოლმე რომ მარშრუტკამდე ვინმე მარტყოფელმა გამოიაროს, რა ასე აგიხდა ყველაფერი წამოგვიყვანა მარტყოფელი. ჩამოვედით ლიბრესთან. ეს დავინახე. მოვიდა მუზეუმიდან და შობელს მოყავდა ნინოს და ჩამოვედი იქ რომ ხა ის ბიჭი იქვე ცხოვრობს რა და არა ვაგიყვანთო და ერთი ჩამოვედით მე და დედა. და მე ნინომ წამოგვიყვანა ამათმა. ერთად მოვედით რა მოკლედ და ჯერ არ გვიჭორავია თემაზე თუ სად იყვნენ და რა ნახეს. ხო და მაინც ხონდა ისა ქნას ეხლა. მუზეუმში. შემიჭამოს ტვინი და თქვენთან ერთად შემიჭამოს რა. მოკლედ იყვნენ მუზეუმში. რის მუზეუმში? წიგნების მუზეუმში. სადაც იყო ბიბლიოთეკა, სადაც იყო ბევრი საინტერესო წიგნი. რა გითხრას წიგნებზე ვეფხისტყაოსანი ანახეს, ყველაზე ძველი. აი მხლა წიგნი იყო აი. და ბავშვები მოვიდნენ აღფრთოვანებულები და აბა ეხლა გამოუშვი. რა ნახეთ? რის წიგნი იყო ეგეთი მაგხელა? ვეფხისტყაოსანი? რაღაცა ეგეთი პატარა იყო, არ ვიცი რისი. აი მხლა. ჩვენ გვაქვს პატარა ვეფხისტყაოსანი. აი მხლა იყო, მაგაზე პატარაც. და გაოცებული იყო ვეფხისტყაოსანი რამდენ ენაზეა ნათარგმნი? 50. რომელ წელს გამოვიდა პირველი ვეფხისტყაოსანი? 1700 არა დაიცა 1000 არის მახსოვს. 1000 არის. აქ იმას ჩავსვავთ ვნახე. მოკდა 4 დაჭა 5-იო და ყოიწიგა. და რა? დაიწე ნახავ ზუსტად. 1996-ში. მაშინ იყო 4 მეწილე, 5. აქედან 2 გარდაეცვალა 3, დარჩენილია 2. ეგ დაავიწყდა უკვე ჯერ არ მოსულა. კარგი. ასე კითხავდა ბესო და ბავიწყ. აი გააგდელი კიდე რა ნახე. მე გამახსენდი.
კიდე ვნახეთ რა ქვია იმას კაცო. ისი წიგნები იყო, რომელიც ძალიან ძველი იყო, ხელნაწერი ნახეთ, ხელნაწერი იცი რაცა? ხელნაწერი წიგნი, რას ნიშნავს? აბა, თვითონ სიტყვა გეუბნება. ხელნაწერი წიგნი. ხელით როზე. ხელი რო გწერი. ხო, ავტოგრაფით არის. ხელნაწერი ნიშნავს, რომ აი ხელნაწერი. შენ თვითონაც არის. კავკოსო. ხელი მოწერილი. ესე იგი ჭხილები მაქვს უელში, მიყრილ მოყრილები. ჩუქი ანთერა რომ იქიდან რომ სინათლე შემოდის, ცუდად ბაცად არის. მოიხსნათ თორე შორნას ნერვოს დაემართება, ესე რომ იყურებს. ეს არის ბატო. ყავაში არ ჩავაგდო ხალხნო. ესეც ესე. მერე ნახე. მუზეუმის მერე ორ მუზეუმში იყავით? აბა, თუ ბიბლიოთეკაში და თავიდან ვიყავით ბიბლიოთეკაში, მერე გადავედით ძველი წიგნები. რომელ ბიბლიოთეკაში იყავით? ანუ რომელზე ამბობ? სადაც იყავი? საფელი არის. გვერდითაც, ბიბლიოთეკა. რომელი იყო? მესამე. რა მესამე? რა მესამე? ვაჯირო სად იყავი? მე და ტელეფონათიას დაურეკოთ. შენ საერთოდ იყავი იქ? მართლა წავიდა ტელეფონით ამაქვს ჩართული. რომელი? დაჯემოდი ქალ. სხვა დროს რომ წავლენ ხოლმე შენ დარჩი სახში რა და ისინი მოგიყვებიან ბავშვები. მე სად იყავი? იმათაც დავავით. მერე გასწორდი ესე ნუ იბუზები და ნუ კაკანებ. მერე გადავედით იმაში რა ქვია. მეოთხეში. რა მეოთხე? თავი მესამეში იყავით. მესამედან ქვემოთ ჩამოვედით მეორეში და ეგა. ეცი შევიკრა. თავიდან იქ ვიყავით თვითონ ბიბლიოთეკაში. მერე გადავედით იმ მეორეში რო გითხარი. ხო. მანდ იყო პატარა საწყობებივით და იქ ეწერა რუსულად ნომრები, რუსული წიგნები ისა იყო ეგა. ვერ გავუკიდე ცეცხლები რუსულ წიგნებს. ჰა? და წამოხვალთ ეგრევე. იქ ილია ჭავჭავაძის ისიც იყო. ილია ვისი? ილია ჭავჭავაძე. რა იყო? აი, სახლ-მუზეუმში რო ვიყავით, ხო იცი? სადაც ისა თავისი ოთახი რო იყო, სადაც წერდა, ეგ მაგიდა იყო. იქ. იქიდან წაბაიხე? მოკლედ. კმაყოფილი მოვიდა, რაღაცები დაავიწყდა. სად იყო რაღაც მომენტში ეგეც დაავიწყდა. ანუ ჯერ იყავით მუზეუმში, ჯერ იყავით ბიბლიოთეკაში, მერე მუზეუმში და მერე სახლში. ხო. არქი, კარგად იყავი. კიდე სადმე ხო რა გაქვთ გეზი დასასვლელები. ხო, მე ხომ უნდა წავიდეთ. სად? თეატრში. ვინ გითხრა? უნდა წავიდეთ. თეატრში არა იმაში, კაც უკვე ყოფით. ეხლა ორში ჩვენ ვიდივართ ამის კლასის მშობლები, მაგნოლიაში უნდა ვიგრიალოთ. შედივრად. ქეიფობ ჩვენ არ გინდა? შენი ქეიფი ეგ იყო. იმყოფინე თუ არა და ხაბარდა რა? არ ვიყო. მიდი უზნაძე გამომიტანი. უზნაძე გამომიტანი. მაგაზე წავისვა. აი, ამერე წავისვა. ვინ გამოიცნობს დღეს სად მივდივარ? ყოველი ოთხშაბათი დღე, ვინ გამოიცნობს სად მივდივარ? შენ ხო იყავ? შენ დღეს იყავი, ქალბატო, იქნება და მეც მინდაო. არ შეიძლება შეიცვალა 18 პლუსი. უბრალოდ ღამეა და შენ მაგ დროს თუ გეძინოს. გაჩერე რაღაც. აჰა, ეს წაიღე აღარ მინდა და ეხლა მე ჩავწერ ვლოგს. აღარ გინდა შენს გაგიარა. დამეხმელიაო.
დაიწყეს ისე. აი ხა. სად მივიდა კინოში მე მგონი 99% თუ მორჩებია მე მგონი მალე ხო კინოში მივდივართ. ნინო გეხვეწები აი ეს გამომიტანე რა. რომელიმე რო აი არა ის არა დასველდება ნესტიანი რომელიმე რო ეს შევიკრა. ვიცი რომ არა დღეს მინდოდა ის შავი გოგო დამემთავრებინა. მაგრამ არა მაქვს თავი აშკარად მივხვდი რომ არაპროდუქტიული ვარ მუშაობის შემდეგ რამე რო გააკეთო და უიმე ხოდა ცოტა ეგ მომენტი მაშინებს იმიტომ რომ ბოლოს არის აროჭები რომ მექნება რა როგორ უნდა ვქნა მაგრამ რაღაცნაირად ჩავეტევი დროში მომეცი მიდი ახლა შემე ჩავწერ ლოგს უნდა ვიმეცადინო მე სამშეკრე მე უნდა ვიმეცადინო და მე მგონია რომ დღეს არის შაბათი კი არა და პარასკევი მე რო აღარ ამუშაობ ხვალ ხვალე მიდივარ ბაზრობაზე რაღაცა უნდა ვიყიდო არ გეუბნევით მაგ რაღაცას რაც უნდა ვიყიდო იმიტომ რომ მაგ რაღაცას ნახავთ თურქეთში რო წავალ ანუ რა რისთვის ვიყავი ბაზრობაზე გაგახსენე 17-ში უნდა წავსულიყავით მაგრამ გადმოიწია 3 დღით ადრე მივდივართ 15-ში არა 14-ში გატყუებთ და უნდა ვიყოთ 25-მდე ანუ 25-ში მოვიქნებით სახლში 26-ში ხო ერთის სული მაგუში მშობლებმა მომწერეს რამდენიმემ რომ შაშა ხო ჩემოთ იყვნენ და მე მთელი სულ და გულია იქა მქონდა მაგრამ ფიზიკურად აქ ვიყავი და ვერ წავედი და მაშინ ვთქვი რომ მეთქი უნდა წავიდე სხვა დროს ბარბარესთან ერთად თქოდა რადგან ეხა სამივენი მივდივართ თან აი ამაზე ძალიან მე მიხარია იმიტომ რომ იმდენად მთელი გულით უხაროდათ გუში მშობლებს რომ მეც მოვახერხე და მეც მივდივარ და მეც წავალ და აი რომ ვიცით რომ იქ ჩვენ როგორ დროს გავატარებთ ფიხას ეხსონება ბავშვი პრინციპში ხა სინამდვილეში მე მივყვები არა მოიცა მე მასწავლებელს მიყავ ბავშვზე პასუხისმგებელი არის მასწავლებელი მეც რო ვიყო ლაშაც რო წამოვიყდეს თელი ნანი და ბიძინაც წამოვლეს ანუ პასუხისმგებლობა აქვს მასწავლებელს მე მივყვები უბრალოდ ესე ბარგად ხო დედა ის კრიტერიები ხო მე ხო შევჭამ ხო და ასე რომ მე პასუხისმგებლობას ვიხსნი უბრალოდ მე მივყვები რო ხა მე არ გადაიხადო და ვიცი და ვინახოდორი ამი არ ფემევალება ხო ეს ცოტა კაი იქნება რა და აი ხვალე ბაზრობაზე რათაც მივდივარ თუ გამოვიდა ის რითვისაც მივდივარ კაი იქნება ცოტა ადრე უნდა წავიდე ესენი რო წავდნენ სკოლაში მალევე უნდა წავიდე იმიტომ რომ მე 4 საათზე ბავშვებმა მთხოვეს ახალგაზრდული ცენტრი არის მარტყოფში ბევრჯერ მithქვია და ბევრჯერ მინახებია თქვენთვის რომ შაშან ამ პერიოდში იყო რომ თოჯინების თეატრი უნდა გაეხსნათ უნდა თოჯინების თეატრს ჩაეტარებინათ და თოჯინები გავაკეთეთ ხო და იმ თოჯინებს უნდა ხელი შეულებაო და გეხვეწები მოგხმარეო ბავშვებმა დამიძახეს ახალგაზრდული ცენტრიდან და ხვალე 4-ზე 5-ზე უნდა იქ ვიყო და მივეხმარო ბავშვებს რომ ეს თოჯინები აღვადგინოთ იმიტომ რომ იცი რა მაგარ თეატრს ატარებდნენ ხოლმე აი ძალიან მაგარს ხო და მიხედავენ ისევ თავიანთ საქმეს ხო და მე მაისამდე ის რაღაცა უნდა გავაკეთო რისთვის ხვალე მივდივარ არ მკითხოთ რისთვის მივდივარ იმიტომ რომ მე მაგას თუ გამოვიდა განახებთ თურქეთში სიურპრიზი იქნება როგორც თქვენთვის ისე ჩემთვის ისე იქ ყოფი ხალხისთვის და ეს იქნება ჩემი ერთადერთი ოცნების ასრულება ხო და შეიძლება მე თქვა ვერ არის ეს კარგი თაობა რა არა უშორო კარგად უნდა ვიხალისოთ გეგმები არ მაქვს უბრალოდ წარმოდგენები მაქვს როგორ კარგად გავერთო აი ეგრე ზუსტადაც აი ხა ფიქრობ ცოტა ხა დავიძინო ანინო ეს ყავამიდო გარეთ ქარია მოაქვს სისველე
რადიკალურად სხვა მინდია გუშინ წინდელთა გუშინაც ისე ქარი არ იყო მაგრამ ეს თია მინდი იყო გუშინ წინ იყო 9 თვალა მზე ხო და რავი ეს დღე მით უყინოა გამოცხადებული მაგრამ 5 ლარი დამჭა მე დამჭა 5 ლარი მამეცი 5 ლარი დამჭა აღარ 10 ლარი მიეცი 15 გავატარდი 15 10 სჭირდებოდა მაგრამ ისა 15 გავატარდი და მოიტანა ეგ ჩემი პულია გოგო მე როდის ავიღე ქალო მე არ მახსოვს აბა მოდი არ შეგარჩენს რატო ავიღე აბა გაიღ მე არ მახსოვს დამიმტკიცე რა თავიღე 15 ლარი რატო ავიღე შენგან აი მე ჩააყოლა უყურეთ მეიკაში ჩააყოლა ესეც აღარა მაქვს გაიხსენე 15 ლარი რატო ავიღე შენგან ვინმეს მივეცი რავი 15 ავიღე შენ რა თმინდოდა შვილი სადღაცას მიდიოდით ვინები შენ და მამა გუში რო წაველი სამძიმარზე ფულით წაველით სადღაცას მიდიოდით აღარ მახსოვს გამახსენდა მამა კი არა შენ მიდიოდი თბილისში მე რაღაცა საყიდლად მომიდიოდი არ გახსოვს 15 ლარი რა თმინდოდა რა ტყუებს დედასკიფცე ესე მიდიოდი მამა მოგცა ფული არა ანუ მეც არ მოგცა გავმართვი მაშინას ეს 300 ლარი მონება ეგ ჩემ გონებაში მოადარო მაგრამ 15 არ დაგიბრუნებია მართლა მოიცე ვერ გავგი 300 ლარიც მაქვს ვალი შენ ვერ არის ესა მაწერს ფულსა 15 მართლა არ მოგიცია და 300 ლარი ვერ გავიგე წინაზე არ გახსოვს მაინებებო აქ რო იყო და ჭკუნი რომ მქონდა 300 ლარი დაგიბრუნებია შენ 300 ლარი საფულაში რამედა ხო დედა ჩემი იყო აქა და მაშინ მომიდო შარისაო რაღაცაზე არ ვიცი რაზე დავიწყეთ და შენ რო გავმართვი არ მომეციო რა სამოფმეთ გადავირიე რო ვიცოდი 300 ლარი გუშინ წინ ახლა ესა და 10 ლარი გამექნება როგორ მოაგროვავ ფული აი ესე ვიღაცა რო ფულს აჩუქებს პაპა რომ მისცემს აი ესე რაღაცა მამა რომ მისცემს მე რომ მიწევ აგროვებს რა არ ვაძლევ უფლებას რომ ნუ რაღაცა რომ უნდა რა თქმა უნდა გასულა კიდეც უყიდია მიმიცია ფული უყიდია და ამას აგროვებინებ აგროვებს და კი ავიდე 600 ლარამდე ხა უბრალოდ არა აქ არა ლა შეესესხა და მაშინ იყო რომ თავზე უნდა გადამეღო და სანამ YouTube-ის ხელფასს ავიღებდი გამოვართვი ამას ფული 300 ლარი რომ თავზე უნდა გადამეღო ამის და ერთ კვირაში არც კი დაირიცხა და მივეცი დედა ატყობ თან აი თვალხილურად მახსოვს რომ მივეცი ატყდა კიდე თუ არა ისაო განარამ მეთქო რომ რატო არ მომეციო და რაღაცა რატომღაც ახსენე არა უდე შენაო არ მოგი რა სიძახი ხალო არა არ მოგიცია უკვე თმებიც გამიწითლა ნერვიულობისაგან რომ მეთქი დაკარგა ამ ბატმა და საფულეში გასა იაქარი მეც რესთვის მოაგროვებს და მეორე წელს ესა მოუწევს სადმე წასვლა და წავიდეს ცეკვი ველოსიპედი მეც მინდა რამდენი წელია ბორბლიანი უნდა ვიყიდო მე განა 9 ბორბლიანი მინდა მაგრამ ვერ ავყიდულო შენ იმას იზავ ხოლმე წინ დაჩნევი და მაგატავებ ეხლა რაღაცას ვეტყოდი მაგრამ აი არ ვეტყვი რა უბრალოდ თავს პატივს ვაქცევ და ზრდილობა გამაჩნია თორე მომე რა კარგია რომ მოგცევს და ახლა რომ ესვრი დამაცადე ახლა და ჯექშენ გაკვეთილებ ველოსიპედი გუშინ მარტყოფის ჯგუფში და რა ხდება მარტყოფ ჯგუფია რა Facebook ჯგუფი ჩვენთან და ბიძოლა შევა გავამიგზანა პოსტის გამიზიარა რა მესენჯერში რომ ნახეო ეს არისო და მე რო ვეძებდი ველოსიპედს ხო იცი უკან ორი ბორბლით და წინ ოღონ მე ვეძებ რომ უკან მქონდეს დასაჯდომი ანუ მე რო დავჯდები წინ და უკან რომ ნინო მეთქი მეტარებინა ხო და ბიძოლა შევა რომ ჩამინდო სურათი არის ესეთი წითხოვ ჩაულებრივი სკამი დასაჯდომი და უკან აქ
ორი ბორბალი ოღონდ ეს არის კალათასავით ან ვერავინ ვერ დაჯდება და ხა კალათარად მინდა მე ბაზარში მაგით არ ვივლიდა ის რო ყოფილიყო რა ქვია სკამიანი ვიყიდი ამისთვის ახად გამოვდგებოდა ხა ის ლაშეს დაყავ მაგრამ მე და დედაჩი სამსახურში ვივლიდით და წარმოვიდგინე ახლა რომ მე წინაზე ვარ დედაჩემი ასე მე კიდევა და რა და ჯავალ ვაი მე რამდენი ვიცინე გუშინა დავფიქრდი დედას კეთები აბა მეთქი რა ქვია ანუ შაბათობით მე და მე სკამი არა ქონდა თორე გეფიცები უკვე ვაპირებდი და მე ეგ კალათაში ვერ ჩაეტევა იქ აი ესე კაია ხოლმე თქვენთან რაღაცეთ გავხალისდები ხოლმე თორე აი ესე შვებოდი აი რუა მოველი ხა და სანამ ყავა დუღდება მეთქი მე ეს ცალკე რო დედა ეს ბიბლიოთეკაზე და მეთქი მოყვეს მე თქო დაიცალოს მომიყვეს ახალი ამბე აბაზრობაზე რამე ხო არ გინდა შენ მეგონი არაფერი მე უნდა ვიყიდო შამპუნი აუ იცი რა უნდა ვიყიდო ლაკი მოგატყუეთ ანუ ლაკიც უნდა ვიყიდო ბოლოს არისთვის 2 ცალი მაინც ან 3 ცალი მაინც ის ვერცხლის ფერებით მისა იმას ჟელეს ხო ვიყიდი აი სველ ეფექტს რო ტოვებს თმაზე აი ეგეთი მინდა ანუ ხო ვიყიდი შენ გაგიხმეს მე რომ გაგიხმესო არა განა უნდა გადაილესო რომ აი უბრალოდ რომ მე მოხტება და რაღაცა მინდა რომ ცადო წაველი ხა იდეოლოგია რო არ გამოვიდეს და რაღაცა ცოტა ხანი მეც წავდი ხო რა უნდა მეთქვა და დაიცა და გეფშტობებ თალაგალაკ მშვიდობაში მახსენდებ გადმოწერილი მაქვს პრავის ბილეთების რაღაცა აპლიკაცია მოკლედ კაი აპლიკაცია არ ვიცი რა ქვია რა თეთრ ფონზე შავი საჭია რული უნდა მეთქვა ხო და ანუ ქართულად არის ეხლა 1000 რაღაცა ბილეთი და ჩამოვიდა 921 საკითხიდან ჩამოვიდა 921 საკითხზე ხო და შევედი და მაინტერესა უბრალოდ არ ვიცი რატო ნახო მეთქი რა ამ ბოლო პერიოდში TikTok-ზე მიგდებს ამ რაღაცა პრავის რაღაცებს ბილეთებს ახსნებს ამ ბიჭების თელავში არის ერთი ბიჭი რომელიც საგზაო აბარებინებს და ამის ვიდეო გაკვეთილებია ხოლმე რაღაცნაირად დამაინტერესა იმიტომ რომ მართლა კარგად ხსნის და პოზიტიურად ხსნის იმიტომ რომ აი საერთოდ ნუიძაბებითო და რაღაცას და ერთს რო უყურებ ხო იცი მე რამდენიმე ზედიზე დამოგიგდებს მსგავს ვიდეოს ცხოვრებსაც კი ბილეთებსაც კი და მაინტერესა გადმოვწერე მოკლედ და ნინო გაასწორე ტანი ხელი ფეხი და ხერხემალი ხო და შევედი საკითხები ვნახო მეთქი ერთი რა ხდება 921 10 საკითხამდეც ვერ მივედი ვკითხულობდი და არ ვიცი რა ის არის ეტყობა მაინც რო აი თავს ძალა დავატანე უბრალოდ აი რო არ გაინტერესებს მაგრამ აი როგორ ვერ უნდა გავაკეთო თქო და წავიკითხე 10 საკითხამდე აველი აი რაღაცა რო აგიხსნია რაღაცა და მივხვდი რომ ჩემი არ არის საკითხები ვერაფერი არა გავიგე მაგრამ ძნელად იმიტომ რომ აი ვკითხულობდი სანამ ბოლოში გავიდოდი ვერ მავიწყდებოდა არა არც მამახსოვრდებოდა ფიზიკურად ვკითხულობდი უბრალოდ მე მივხვდი რომ ეს მართლა ჩემი არ არის თქო და აბდექი და როგორც ზეუნიჭიერესი ადამიანი პირდაპირ გამოცდაზე შევშლიგინდი ესე გამოცდაზე გაქვს 30 წუთი 30 საკითხია და აქედან 26 არა 27 უნდა ჩააბარო 3 შეშლის უფლება გაქვს დილას მარშრუტკაში სანამ ჩავჯდებოდი და რაღაცა რომ ველოდებოდი და მე სანამ მარშრუტკასთან მიველი სკრინი მაქვს არ მახსოვს რომელამდე ავედი უშეცდო ლოგიკურად და რაღაც დედას გეფცები აი უკვე რა ვისად დავიკივლებ მარშრუტკაში რომ პრავში ბილეთ ჩავაბარებდი გამოცდამეთ ვეღოდი აპლიკაციაში რა თქმა უნდა ის არის ხო და რომ მივხვდი თან იცი რა არის ყველაზე კაი რა აქვს რაღაცა რომ შეგეშლება იმ საკითხს აქვს თავისი ახსნა რებით შეგეშლება
ლოგიკურად რაღაცა ცოტა ხო ფიზიკურად გაგეგება რაღაცა შეხვედრილ ხარ იმ მომენტს, რომელმა წინ უნდა გაიაროს, რომელმა უნდა დაუთმოს რაღაცა და დედას გეფცები რა მაგარი იყო, იცი რა მაგარი შეგრძნება იყო? არაფერი გაგებაში არ ვიყავი, ესე გარტყმით კი არა, თვალი დახუჭედი და არა, ლოგიკური იმით მივედი რაღაცა გამოხშირვის მეთოდზე. ხო, ოჩახ ვარსკვლავი მიგიღია. ხო და სკრინი მაქვს რა და თუ არ დამავიწყო ხა დაუდებ აქ რომელამდე ავედი და მე გამომაპანღურეს. ხო და აი ესე რომ დღეში რაღაცა მომენტში დავჯდე ხოლმე და ესე ვიმეცადინო ხოლმე და რაღაცა ნახოთ რა იქნება. ოღონდ აი თეორიას უფრო ჩავარ, პრაქტიკაში გეფიცები გასაღები არ გადამიტრიალები, ოღონდ მართლა. საერთოდ ერთხელ გადავატრიალე ეგ ლაშა ბაბა მიდაქოქეო და გადავატრიალე რაღაცას აკეთებდა. მაგრამ ვფიქრობდი რომ თეორიის შანსი არა ჩაობარ მეთქი, მაგრამ როგორც ვატყობ, თეორიას უფრო ჩაობარ. ხო და ჯერ დავდგები და ესე ჩემთვის მე მეცადინებ არის თუ რაც არის. ნახოთ. მე პედლები მეშლი. მე ისიც არ ვიცი რომლის მერია პედალი. სად ტორმუზია და სად გაზი. და სეპლენი. ის ხო საერთოდ არ ვიცი. არა, მე პრაქტიკი თეორია შეიძლება ჩაობარო, მაგრამ პრაქტიკისა რა გითხრათ. ხო და ეგ უნდა მეთქვა რა, რომ ხა სკრინს დაგიდებთ თუ არ და თან ცირას ვშობოდი ყოველ იმაზე ვსკრინავდი რომ ხა ან ხა გამაგდებს ან ხა მეთქი გამოცდა და აველი რა კარგად. ესე რომ ჩემი თავისა გამიკვირდა. მე მეოთხე შეცდომას რომ დავუშვებ გამოცდიდან გაგდებს აპლიკაცია. ახლიდან იწყებ. ასე რომ წავედი ხალხებო დაგემშვიდობებით. აბა ხედა აბა ხო? მომავალ ვიდეომდე აბა დღეს თუ წავალ ხო წავალ თუ წავალ და რაზე წავალ ხვალ მოგიყვებით. იმიტომ რომ ალბათ 1-2 საათში წავალ უკვე რა ნახოთ. მანამდე აი ეს ფერადი ჩხილები უნდა მოვიწესრიგო. დღეს ცირის დღე იყო იქ სამსახურში ყველაფრის დახეხვის. კედლები, იატაკი, ჯოხები, მაგიდები, ტაჭკები, ყველაფერი დავხეხეთ. ანუ ისეთ შეკვეთები არაფერი არ იყო. რომ რაღაცა დროს ჭირდებოდა, დილით რაღაცა რაც იყო გავაკეთეთ და მე იყო ხეხვა გლეჯვის დღე და სრულიად დავაწყრიალეთ იქავრობა. წამოვედი მე დღეს დავამთავრე ორშაბათამდე. აბაჰი და აბაჰო. თქვენი სამარტისაც ისნეთ? წავედი ახლა. არა. სამართ უშაბათი უმუშაობ. კარგად.